ძალიან მძიმე სურათი ვნახეთ დღეს თავისი ფორმითაც და შინაარსითაც, როგორც ჩაიარა შეხვედრამ ხელმძღვანელი პირი რუსეთის მოქალაქე, როგორც ესაუბრებოდა მაღაროელებს, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ და ხედავთ თუ არა ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზებს? საღამოშიდობისა პირველ რიგში ისე მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჭიათურელების მიმართ. ჩემთვის იმართა რო გითხრათ, იყო შოკის მომგვრელი და რაღაც ტიპის ზმანებაც, მომავლის ზმანებადაც კი დარეგისტრირდა ის კადრები, რომელიც ჭიათურაში ვნახეთ, როდესაც რუსი ოლიგარქი, რუსული ენით, რუსული გონორით და კოლონიზატორივით ადგილობრივ მოსახლეობას მიუთითებს იმაზე, რომ მაღაროელებმა მხოლობით პირში უნდა ილაპარაკონ, მხოლოდ საკუთარ თავზე და არა ხალხის სახელით და ამას ის ძალიან უხეში ტონით და აგრესიული ტონით აკეთებს. და რატო იყო ეს ჩემთვის მომავლის ზმანება? იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა ადგილებში და ძალაუფლების სხვა ველებშიც ვიხილოთ სწორედ რუსი ოლიგარქების თუ ზოგადად რუსეთის და რუსების აი ეს ტონი, რომელიც ჩვენ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას მიგვითითებს იმას თუ ვინ უნდა ვიყოთ, რა პირში უნდა ვილაპარაკოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამ მოდელს გაავრცელებს მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ერთი საწარმოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები აჩვენებს დამოკიდებულებას. ნამდვილად, რაც ჭიათურაში ხდება, თუ ჩვენ ერთის მხრივ ახლა არ გავწიეთ წინააღმდეგობა ჭიათურაში და ზოგადად საზოგადოებამ წინააღმდეგობა არ გაწია, ჩვენ შეიძლება უკვე მერე სხვადასხვა რეალობაში და მთლიანად პოლიტიკურ რეალობაშიც კი ეს რეალობა დავინახოთ. ეხლა თქვენ კარგად იცით, რომ ბოლო პერიოდში ყველა მნიშვნელოვანი საწარმო და სადაც მაღალია კაპიტალის ინტერესები, ეს იქნება რუსთავი, ეს იქნება კაზრეთი, ეს იქნება ბალდა, თავის დროზე ეს იყო რაჭის ტყეები თუ ასე შემდეგ, ყველგან შემოდის რუსული კაპიტალი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან იმის გააზრება, რომ რუსეთის საკითხი ეს არ არის მხოლოდ ცივილიზაციური საკითხი, არ არის მხოლოდ ოკუპაციის და უსაფრთხოების საკითხიც, არამედ ეს არის ეკონომიკური საკითხიც და მათ შორის ის კვლევა, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ 2 დღის წინ, აჩვენებს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაზეც ქართული ოცნება ესე ხელაღებით და ძალიან თავდაჯერებულად ლაპარაკობს და პროპაგანდისტვის იყენებს, არსებითად სწორედ რუსეთის ფაქტორებს უკავშირდება ისევ და რუსეთს ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნის იზრდება და მათ შორის ჩვენ ხედავთ, რომ ასეთ საწარმოებში, ხო, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანი ექსპორტის წილი მოდის ხოლმე და ტრადიციული, ხო, წარმოების საშუალებებია საქართველოში, სწორედ ასეთ კოლონიური ძალები შემოდიან. ეხლა თვითონ ჭიათურის მოვლენები რომ გავაანალიზოთ და აი ამ საერთო გეოპოლიტიკურ აზრს რო გავცდეთ, ხო? ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ის რეორგანიზაცია და მასობრივი დათხოვა, რომელიც კომპანიამ დაიწყო, არის უკანონო. ეს პროცესი თქვენ იცით, რომ მიხეილ სოცკი უდგა სათავეში, რომელიც იმ სამუშაო ჯგუფის ნაწილი იყო, რომელიც სამხრივი კომისიის ფარგლებში შეიქმნა. ეს კომისია სახელმწიფოს მხარდაჭერით არსებობდა იმისთვის, რომ ჭიათურის კრიზისი, ხო, რომელმაც საბოლოოდ სოციალური კატასტროფის ფორმაც კი მიიღო და შიმშილის ზღვარზე მივიდა ოჯახები, ეუნა განემუხტა, თუმცა სამხრივი კომისიის ფარგლებში ეს სამუშაო ჯგუფი ისე შედგა, რომ შრომელები შიგნით არ შესულან და სოცკი, რომელიც როგორც მოწვეული ექსპერტი იყო იმ სამუშაო ჯგუფში, დღეს რეორგანიზაციის ლიდერია, სწორედ ის წარმართავს, მან ყველა მშრომელი 3600 ადამიანზეა საუბარი სამსახურიდან გაათავისუფლა, მათ მიიღეს შაბლონური განცხადებები, რომ ისინი თანხმდებიან გათავისუფლებას რეორგანიზაციის პროცესში შესვლის ხარჯზე და რეორგანიზაცია არის აშკარად უკანონო, იმიტომ რომ მას არ აქვს მყარი დასაბუთება, რატომ იწყებს რეორგანიზაციას, მას არ აქვს კომპანიას წარმოდგენილი ინფორმაცია თუ საშტატო ნუსხა, სამუშაო რეჟიმები, სამუშაო აღწერილობა, ანაზღაურება დრო რა იქნება და მშრომელებს ისე აწერინებენ რეორგანიზაციას ხელს, რომ მათ არ აქვთ წარმოდგენაც კი რა ტიპის რეორგანიზაცია დაგეგმილი. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ მას აუცილებლად მასობრივი დათხოვა მოყვება და ამ პროცესში არ არის დაცული არც კონსულტირების და არც აი მასობრივი დათხოვის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულებებთან გასწიოს და ამის პროფკავშირების
მშრომელების გაერთიანებამაც კი, რომელიც მიმართაც მუდმივად ისმის კრიტიკა თითქმის ყველა მშრომელთა წინააღმდეგობაში, მათაც კი დაადასტურეს, რომ მასობრივი დათხოვისთვის გათვალისწინებული რეგულაციები ამ შემთხვევაში დაცული არ იყო. ამიტომ ის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლა გეგმავს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია, არის უკანონო, პროცედურულადაც, მატერიალურადაც. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში და მიხეილ სოცკის ვნახოთ რატო ნით ილაპარაკებს სასამართლოში, როცა ჩვენ კანონებისა და უფლებების სახელითა და პირველ რიგში ჭიათურელების სოციალური ინტერესების სახელით ვილაპარაკებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ჭიათურელებისთვის გაიაზრონ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც ისინი უპირისპირდებიან. სინამდვილეში ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ გარდა იმისა, რომ ხო სპეციალური მმართველი, სახელმწიფო მმართველი იყო წლები დანიშნული ამ კომპანიაში და ვუთხრათ მაყურებელს, რომ სპეციალური მმართველი დაინიშნა 2017 წელს, რის შემდეგაც მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა კვლავ და ახლა სპეციალური მმართველს უფლებამოსილება გაუხანგრძლივეს 2029 წლამდე და როდესაც ხელის სახელმწიფოს როლი ასეთი ნეგატიურია, გამოსავალი აქ სად არის? ხო. ნამდვილად, გარდა იმისა, რომ სპეციალური მმართველი, სახელმწიფო მმართველი იყო აქ დანიშნული, ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ ამ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების ხო მესაკუთრეები, მფლობელები არიან გადაჯაჭვულები ქართულ ოცნებასთან. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ კომპანიის მფლობელები და ხელმძღვანელები ბოლო წლებში ქართულ ოცნებას მილიონზე მეტი ლარი აქვთ მათ მაგალითად შეწირული. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიებთან დაკავშირებული დირექტორები აწარმოეს საქართველოს პროგრამიდან 700 მილიონამდე ლარს იღებენ, ხო, ამავდროულად სახელმწიფო შესყიდვებით სარგებლობენ, მიწის ნაკვეთების პირდაპირ პრივატიზაციას იღებენ საკმაოდ შეღავათიან პირობებში. ამ კომპანიის უკან მთელი სახელმწიფო სისტემაა. და ამ კომპანიას აწერენ ჯარიმებს, მაგალითად თავის დროზე ეს დაახლოებით 500 მილიონამდე ლარის ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული გარემოზე ზიანზე, რომელიც განადგურებულია, ხო, ეს სოფლები და ქალაქი, მაგრამ მათ ეს ვალები ჯარიმები ჩამოაწერეს და ბოლო წლებში რაღაც მინიმალური ოდენობის ჯარიმები ეკისრებათ, რაც 950 ლარის და ასე შემდეგ ოდენობის, ხო? ანუ ერთის მხრივ ეს ჩანს აი შემოწირულობებში პარტიისთვის, მაგრამ ამავდროულად ისინიც იღებენ სარგებლებს სახელმწიფო სხვა პროგრამებიდან. ეს თქვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ კომპანიის მიღმა უნდა ვიგულისხმოთ სახელმწიფო, ივანიშვილი, მისი სტრუქტურები, ოლიგარქები, არა მხოლოდ ის ერთი რუსი ოლიგარქი. ამ პირობებში რაღაცნაირად მართლა ცოტა აბსურდში ვართ, ისევ შუამდგომლობას ხელისუფლებისგან რო ითხოვენ მაღაროელები, ეს სად მიგვიყვანს და რა არის სხვა გამოსავალი თუ არსებობს ასეთი? ხო, ჩვენ მოკვლევა იმ სანამ კითხვას გავცემ პასუხს, ამავდროულად აჩვენა, რომ ერთი შეხედვით დაუსაბუთებელია კომპანიის ტკიისება, რომ ისინი წაგებაზე მუშაობენ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ისინი ფინანსურ ანგარიშებს არ აქვეყნებენ და რეგულარულად კანონმდებლობას არ ღვევენ. მათ ურჩევნია ჯარიმები გადაიხადონ დიდი ვიდრე ანგარიშები გამოაქვეყნონ, როგორც ჩანს ძალიან უფრთხიან საკუთარი ფინანსური ანგარიშების გასაჯაროებას. 2012-დან 2023 წლამდე მათ ხო ჩვენ ვხედავთ, რომ ფერადშენადნობის ექსპორტი დაახლოებით 4 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე ღირებულების იყო და წლების მიხედვით ეს საკმაოდ სტაბილურად მზარდი ექსპორტია. ამავდროულად ხედავთ, რომ 21 წლიდან რუსეთში მანგანუმის დიოქსიდის ექსპორტი 4-ჯერ არის გაზრდილი და საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებზე ასული და ჯორჯია მანგანეზია ძირითადი კომპანია, რომელიც ამ ნედნეულს მოიპოვებს, ამიტომ რა თქმა უნდა ამის ექსპორტი მაღალი ეჭვებით სწორედ ისევ ჯორჯია მანგანეზს უკავშირდება და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ უამრავი შვილობილი კომპანია აქვს დაფუძნებული 19-20 წლებიდან მათი უდიდესი ნაწილი და თვითონ ეს ინდივიდუალური კომპანიები საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ. რატომ უჭერს მაღაროელს? ამიტომ ისმევა კითხვა, რამდენად დამაჯერებელია ეს მუდმივი გოდება მილიარდელების და მყოლეფავი ჯგუფების და კომპანიის, რომ თითქოს ისინი გაკოტრებულები არიან და ხო რაღაც იმ მცირე ხელფასებსაც ვერ უხდიან მშრომელებს, რაზეც ამდენი ხანია წუწუნას ეს ადამიანები და ახლა თითქოს და რეორგანიზაციას იწყებენ. ისე რომ არც პროფკავშირებს, არც სახელმწიფოს, არც მშრომელებს ისინი არგუმენტებს, ხო რაღაც ვალიდურ მონაცემებზე დაფუძნებულ იმებს არ წარუდგენენ, ხო მონაცემებს.